დღევანდელ ვიდეოში ჩვენ დავაჰეიტებთ ყველა ბრაულერს თამაშში. დიახ, მართალია, მორტისი არ ვარგა, დაინამაიკი არ ვარგა და შენი მეინი არ ვარგა. არც ერთი ბრაულერი არ ვარგა. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ თითო გამაღიზიანებელ ფაქტზე ყველა ბრაულერზე. შელი მისი ნელა სიარული, Clay Pigeons gadget-ი და ის რომ მუდმივად ბუჩქებში გიწევს კემპერობა. ეს ყველაფერი ერთად. ბარლის შემთხვევაში ყველაფერი ასე ცუდად არ არის. ამით არ ვთამაშო, მაგრამ ის კარგია სანამ თამაში counter brawler-ი არ არის. როცა არის, ხო, ბროკის საგრძნობლად დიდი რეინჯი. ის თითქმის ყოველთვის გარტყავს და არ გაცილებს. ბუქში გამაღიზიანებელი ისაა, რომ ძირითადად სულყდები. სუპერიც ვერ გეხმარება სათანადოდ. ოტის წყვილების გარტყმა მიმდევრულად ძალიან რთულია. El Primo, მისით ვერაფერს ვაკეთებ, სანამ სუპერი არ შეგვევსება. ამის შემდეგ რაღაცას კი ვაკეთებთ, მაგრამ იქამდე უბრალოდ მოსიარულე პონი ვართ. ჰეიჩინი და წინააღმდეგ თამაში არის საშინელება. შეიძლება თავი შეაკრა, მაგრამ ბრიუსი მაინც არ ყვდება. ოკოს არია კონტროლი არის გამაღიზიანებელი. რა თქმა უნდა, კარგი მხრივ. მის წინააღმდეგ თამაში hot zone-ში არის საშინელება. როზა შილდი არის გამაღიზიანებელი. მისგან უბრალოდ ვერ გაიქცევი და 8 ბიტის ნელა სიარული ვერც ერთ ყვიას რომ ვერ იცილებ. კარლი იყენებს თავის გაჯეტს. მოდის, შემდეგ სუპერს, კლავს და ისე უკან მიდის. როცა დეილი შენს თიმშია, შეიძლება მთლიანად დაქერო შენი გუნდი, ხოლო თუ შენს წინააღმდეგა, პირიქით. სთან გაჯეტი. თუ დაინამაიკმა ეს გაგარტყა, მთლიან დაზრი ეკარგება ყველაფერს. ჩემი აზრით გასი ტოპ 5 ყველაზე აღმაშფოთებელ ბრაულერებში შედის, რომელთა წინააღმდეგაც გვიწევს თამაში. მისი სუპერის დამსახურებით ის არის უყდავი. იგი თითქმის ყოველთვის იღილება ან აფეთქებს თავის სუპერს გაჯეტი. ჯეკი ის კარგია, მაგრამ მისი counter star power-ი ძალიან გამაღიზიანებელია, რადგან პრაქტიკულად ჩვენ თავს ურტყავს სახეში, როცა მოწინააღმდეგე საკლებთ image-ს. ჯესის ამხილავის star power-ი არის ძალიან გამაღიზიანებელი, როცა მის წინააღმდეგ თამაშობ. შეიძლება 1 HP დატოვო, მაგრამ როცა უკან ბრუნდები, ის ავსებული HP-ით გვხვდება. პენის ტურეტი ძალიან გამაღიზიანებელია. ის უნდა იპოვო და ძალიან თუნდაც ანადგურებ. ან ვერ ანადგურებ. ყველაზე გამაღიზიანებელი ბრაულერი თამაში არის რიკო, რადგან ის ყოველთვის გარტყობს თავის ტყუებს. ყოველთვის. ის გაჯეტზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ტიკი უბრალოდ სისულელეა. ანჯელ, როცა ის თავისი სუპერის არეალიდან გესვრის, შენ ვეღარ იღილები საერთოდ და ძალიან დიდ იმეჯს გიკეთებს. ბი არის ბულიმიოტი, რამდენ ტყუიასაც გინდა იმდენს ისვრი. ბელი გამაღიზიანებელია შენი თიმეითების გამო, რადგან ამის წყალობით თქვენ შეიძლება მოკვდეთ. ბერის არეა კონტროლი არის გასაოცარი და სწორედ ესაა გამაღიზიანებელი. ასევე ის რომ ამით ის იღილება. ბიბის ნოკბექი არის ზოგჯერ საშინელება, რადგან ამით ხელს უწყობთ ბრაულერებს რომ გაიქცნენ და მარტივად მოკლათ. პონი არის საშინელება, რადგან როცა სუპერს გამოიყენებ, შეუნდა ელოდო, რადგან თავიდან აივსოს. ეს კი გამაღიზიანებელია და უბრალოდ გიწევს დგომა. ეს კოლეტის star power-ი ძალიან კარგია, მაგრამ ძალიან გამაღიზიანებელია ის, როცა ვიღაცა კლავს, მაშინ როცა სუპერს იყენებ. ედგარი კარგი ბრაულერია, როცა მისით თამაშობ, მაგრამ გამაღიზიანებელია ზოგჯერ, როცა მოწინააღმდეგესთან ახლოსაც ვერ მიდიხარ. თუ MG-ზე გაჯეტები და კი მთავრდება, ყველაფერი დასრულდება. გეილს უბრალოდ ვერ ეხები თავისი სუპერისა და გაჯეტის წყალობით. გრომის ტყუები არის ყველაზე რთული გასარტყმელი ბრაულერისთვის. თუ სუპერს ააცლებ, ყველაზე ცუდი შეგრძნება და ამიტომაც არ ვთამაშობ გრომით. ეგში ყველაზე გამაღიზიანებელი ისაა, რომ როცა ბურსს პერავ, პარალელურად ვერ იხილები. ლერი და ლორიც არიან გამაღიზიანებენ, რადგან ვერ ვარჩევ ხოლმე რომელია. განსაკუთრებით მაშინ, თუ მათ ვერცხლის და ოქროს სკინები აქვთ. ლოლას კლონი ყოველთვის სადღაც გარბის. მეისის იმეიჯი ძალიან კარგია, მაგრამ თუ გავარტყავთ მხოლოდ იმ შემთხვევაში. დღეისთვის სულას იყო მეგობრებო. მინდა გთხოვოთ რომ გამოვიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო. ეს იყო part 1 და დაელოდეთ part 2-ს.